გამარჯობა პატრიციო ტელემოყურებლებო, გამოშვებას დავიწყებთ სენსაციით ქართულ რეალობაში. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი დახმარება აღმოუჩინეს. ამჯერად მათ გამოგზავნეს არა გრანტი და არც კრედიტი და არც ძროხა, როგორც ეს დარდუბალას ერთ-ერთ სერიაში იყო, არამედ ახალი უნიკალური მრჩეველი და თვითონ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მრჩეველი უნიკალურ და გენიალურ რჩევებს მისცემს ჩვენს ხელისუფლებას. სულ ცოტა ხანში თბილისის აეროპორტში დაეშვება სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ამ მრჩეველს ჩამოიყვანს ჩვენს დედაქალაქში. როგორც ხედავთ, მის შესახვედრად ასაფრენ ზოლთან შეკრებილია ოფიციალურ პირთა წარმომადგენლობითი დელეგაცია. როგორ განვითარდება მოვლენები, რეკლამის შემდეგ შეიდგა. ფეხბურთს ავაგებთ საქართველოს ნაკრებთან ფეხბურთში, მხოლოდ სამლარად, შედეგი გარანტირებულია. Hi guys. ეს რა არის თო? იგივე რამე ჯერან გამოგზავნიათ, ვიცი. წავიღოთ კაცო კანცელარიაში და იქ გავხსნათ. აბა ნელა ყველა მიერთად ავზიოთ და შევიდა. თხილად არ გაგიტვდეთ, ცოტა დაბლა. მაინა პირიქით, ვიდა. გავხსნათ გავხსნათ. ეს რა არის თო? ეს რა არის? დინამო გავიკეთეს, გადაგვაგდეს. ეს რა მრჩეველია, კაცო, ამან რა უნდა გვასწავლოს? ეგ არის ბიჭო პანტაკალი. ამით აკეთებენ სპირიტულ სეანსებსა. სპირიტული სეანსები რა არის? უხაბრო, სპირიტული სეანსი ნიშნავს სულების გამოძახებას. სულებს იძახებენ ხოლმე საიქიოდან. თუიმე დოზო, ეს რა კარგი რაღაც ყოფილა. ვინმე ჭკვიანი კაცის სული გამოიძახოთ და ის გვირჩევს რა უნდა ვქნათ. ანაშოს, ეხლავე დავიწყოთ, იმენა გამოვიძახოთ, მაგრამ ჯერ გავაიაზოთ, ვის ვიძახებთ, ვის ვასუხებთ, ვისგან ვიღებთ ჩემს ხონდა ვიცოდეთ, ბიჭო, მოდი ეკატერინე მეორე სული გამოვიძახოთ, რა მაგარია, იცი? აიცა, ეკატერინე მეორე რა გვინაჩი? რა იცი ბიჭო შენა? შაშანა ზაფხულში სოფელში გამოვიძახეთ ბიჭებმა და იმდენი ვიგულავეთ, რომ ფეხზე ვერ ვიდექით მეორე დღესა. მაგარია ეკატერინე მეორე სული, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ეკატერინე მეორის გამოძახებაზე. ეს ფაქტი სუდად იმოქმედებს დღევანდელ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე. აიცათ რა ხალხო, მოდი რა ვინმე ისეთი გამოვიძახოთ, ტონი მონტანა გამოვიძახოთ, ალ კაპონე, ვინმე ეგეთი მაფიოზი რა, აი რამეებს გვეტყვიან თო. რა ასწავლო ბიჭო, მაგ მაფიოზებმა მე რა უნდა ვასწავლო? იქით არ ვასწავლო. მაგათი მეთოდები მოზველა. ეს წინადადება არ გვარგა. მოდი სკილიცი გამოვიძახოთ ან კლოსის სული. უფრო კლოსი, იმიტომ ბოლო სერია ნანახი არ მაქვს და მოგვიყვება და კლოსი გამოვიძახოთ. მაგ სერიების მოყოლას არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ჯობია ისეთი კაცი გამოვიძახოთ, ვისაც უწინ რამე განზი აქვს დამალული, კაცო. აი მაგალითად არსენა მარაბდელი. ვკითხავთ, სადაა ის 300 თუმანი დამალული და რას ამბობ, მაშინდელი 300 თუმანი ეხლა კაი 400 თუმანს არ ყავს. სულიგულია. მაგ კითხაობას ამი ჯობია თვითონ სულთა მეუფე გამოვიძახოთ და ეგ ვირჩევთ ყველაფერს. კარგით აბა. დავიწყოთ სეანსი. ამხანაგო სულთა მეუფეო, თუ შეიძლება გამოცხადით ჩვენს კრებაზე. ძალიან გთხოვთ, პატივისცემით ეზოას შევარდნაზე. რა სინებებთ ბატონო, რით გემსახუროთ? ჩვენ ასე ვთქვათ, გვინდა სპირიტული სეანსის განხორციელება, სულის გამოძახება და ვის შემოგთავაზებთ? მადლობთ, რომ ჩვენი სერვისით ისარგებლეთ. აი აგერ მენიუ და თქვენ თვითონ არჩიეთ. მაშასე სტალინი, სულ რაღაც სამლალად.
ალექსანდრე მაკედონელის სული კვლავ სამლარად გვაქვს ლეონარდო და ვინჩი კვლავ სამლარად და ბოლოს სეზონის ჰიტი ელვის პრესლის სული მხოლოდ ჩვენთან და მხოლოდ 5 ლარად არსენა მარაბდელის სული შეიძლება როგორ არა ბატონო არსენა მარაბდელი აგდა 3 ლარად რა არის კაცო 3 ლარი ვერ გავიგე ინკუბატორია კაცო აი რა დავგიკელი რა იმენა ნაღდი გადავხდელები ვართ რა რას ბიცალებ თვითონ სულს 2.5 ლარს ვაცლებ გამოძახებაში 54-ზე მუშაობ როგორ დაგიკლოთ გაი ახლა ნუ გავუმათხოვდებით ფლად მოიჭრიგოთ ჯიბები და რაღაც მოვახერხოთ მაშასე ვიცახებ არსენა მარაბდელის სულს არსენას სული გასულია მომსახურების არიდან. დაატრიალეთ მოგვიანებით. უკაცრავად, საიქიოს ქსელის გაფართოების გამო ასეთი პრობლემები არც თუ ისე იშვიათია. სხვა ვინმე ვცადოთ. დავაი სტალინი გამოვიძახოთ, მაგარი როჟა იყო, მაგრამ გაგვისწორდება. მაგარია, სტალინი არის მაგარი, სტალინი გამოვიძახოთ, კი. ძალიან კარგი. კი ბატონო, რა პრობლემაა? ახლავე მოგართვენთ სტალინს. დავიტაკიე, ტავარიში. ვინ ახარ და რა ზანგისაგინდათ? ამხანაგო სტალინო, რამოდენიმე კითხვა გვაქვს თქვენთან. მოიცა, შენი სახე საიდანღაც მეცნობა ყმაწვილო. ვინ ახარ და რა გინდა? მე ვარ ედუარდ შევარდნაძე. Это виразрушили ту берлинскую стену, который воздвиг я. А ну-ка, гражданин Рагнарода, пройдемте со мной. რას ვბრძანებთ ბატონოგობა? შევხედეთ დამაგვიდით. მე რისი დამგრევი ვარ, გასო? მე რა შემიძლია? ეს იყო ჩემი იმიჯმეიკერების სარეკლამო ტრიუკი, რომ ვითომ მაგარი პოლიტიკოსი ვარ. კარგით რა, ვინ ჭას მაგას გასო? ხოლო რა შეიძლება ბერლინის კედელს თვითონ დაინგრა, დედას გივიცებით, თვითონ დაინგრა. მაგას სადაც საჭიროა ახალგაზრდა, იქ გავარკვევთ. არი კაპიჯო, წაიყვანა ჩვენი პრეზიდენტი სტალინმა. აიცადო, როგორ? კაცი ოთახში იყო, თუ არ არის დროზე წავიდეთ რაღაც ქნათ, თორე ტენაკ შეგვტენიან ჩემი დედავატირე რა. იგაბა იქ წაიყვანეს საიქიოში და ჩვენ როგორ დავიპოვოთ რა ვიცი. ხოდა ბიჭო, მივიდეთ ბრძენ ზუბალამასთანა და ეგ მიგვასწავლის საიქიოს გზასა. სულთან ხუთავ და ყოლის შეიძლება დაძუნა შინაგეუნები. როგორ მეუნები ის კაცი სად არის? ის სწორედ მაგის გასარკვევად მოვედით. დასტაცა სტალინმა ხელი და წაიყვანა და აბასადარი არიცი შენა არიცი. კი მაგრამ როგორ წაიყვანა? როგორ წაიყვანა რა ეს კეჩოში დაავლო ხელი და საიქიოში წაიყვანა რა. ეხლა გვაინტერესებს როგორ დავიბრუნოთ ის კაცითო? სულთან ხუთავ და ყოლის შეიძლება დაძუნა მითხარი სად იქნება ის კაცი? 60-ში თუ ჯოჯოხეთში. 60-ში თუ ჯოჯოხეთში. ოი, ეგა 60-ში იქნება თუ ჯოჯოხეთში, ჩვენ კი არა მთელმა ქვეყანამ კარგად იცის. შენ ის გითხარი იქ როგორ უნდა მოხდეთ კონკრეტულად. ეგ გარჩისე მარტივია. თბილად უნდა ჩაიცვათ. უნდა ჩასდეთ 666 ნომერმა შუტკაში, რომელიც გდალი ვარკეთილში დალის. 3 წრეულა დააწყდა და მეოთხეზე იქ აღმოჩნდები. ამე უფრო იოლიქს არ არის თუ? როგორ არა, აი აგერ ლუკი არის. უნდა ახადო და ჩახვალ პირდაპირ, მაგრამ ჩასვლა 1 ლარი ის, ხოლო ამოსვლა კი 2. რა დრო დადგა მაგის დედავატირე? მათ ჩასვლაშიც რო ფულს მოგთხოვენ, აი. საით წავიდეთ ეხლა ბიჭო?
რაგან სინათლეები რომ მოჩანს იქით წავიდეთ სინათლეები ნესრა მიმანვარდი იალაღრაი ცრაი მენადას ნაშიალ შეშრეშკი მონის ისლამ დავწყდი დროზე თორე დავყოცავენ ამათი დედავადირე ნესრა მიმანვარდი იალაღრაი ცრაი მენადას ნაშიალ შეშრეშკი მონის ისლამ რები ხდება აქ მაგის დედავად ამათიც შეშრებებმა ბანკის და ძალონჟნიკებს ზოშ მაიალალე ხება ავტომატიკა მასმალი იალაღრაი ცრაი მენადას კიდე მეიმუნკუნა გეუნები დაგვეხმარე მეტი დაგვეხმარე გაი მანვარდი შემოძვირფასო ჯოჯოხეთის მოქალაქეებო ჯოჯოხეთი აღმავლობის გზაზე დგას წლეუს არნახული ლენცოფას მოსავალი მიიღეს ჩვენმა მშობლებმა შესაბამისი ზომებია მიღებული და ზამთრისთვის მე პირადად გვირდებით კუბში ხარშვის 24 საათიან გრაფიკს ჩვენს ეშმაკებს დაურიგდათ ახალი მოდერნიზებული 4 კაპები რომლებიც წინა ესე იგი სამკაპებისგან განსხვავდება ერთი დამატებითი კაპით განა ამისთანა ჯოჯოხეთის მიღწევა სხვა ვინმე შეეძლო გარდა ჩემი მოღვაწეობისა გარდა ჩვენ გარშემო ყოფი ეშმაკების გუნდისაცო განა ამის არ დანახვა შეიძლება აუ დავა ეხლა დავოხვიეთ იმენა შუს რა სახში დავბრუნდეთ რა რაღა აზრი აქვს მაგის დედავატირე დავრჩეთ აქა ყველა ფული უნდა ვიხაროთ იქაც მაშინ სოთვილები ხდებიან ჩვენთან კუბრის ქვაბში იხარშებიან მათი ბოლო ჯოჯოხეთია სამუდამოდ იტანჯებიან მაგრამ არის ქვეყანა ერთი და ამ ქვეყანას გაუწყრა ღმერთი ცოდვილი ხარ თუ ცოდველი მაინც ტანჯვა წამება გელი ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ ჩვენ ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ